18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 77 წლიდან მოყოლებული მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება. საქართველოს კი თარიღს მეცხრედ უერთდება. მუზეუმი მაქმანს მიღმა სტუდენტების ნამუშევრების საერთაშორისო დღის სამზადისის ინსპირაცია გახდა. აბრეშუმის მუზეუმში სპონტანურ ნამუშევრებს წელს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. მუზეუმის დღე ჩვენი მუზეუმისთვის არის ხოლმე გუნდური მუშაობის შედეგი. უძღვით მთელ კვირეულს, იმიტომ რომ წლის განმავლობაში თითქოს რაღაცა ეს არის გამორჩეული დღე. მარიონეტული პეიზაჟები, ავანგარდი, ხელნაწერების ფოტო გამოფენა ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო დღეს მეცხრედ აღნიშნავს. გაგიხსნება ახალი გამოფენა მესხეთის მუზეუმში, ახალციხეში, სადაც წარმოადგენთ ფოტოებს და ისტორიას ბაჩკოვოს მონასტერის, როგორც ცნობილი ეს არის ქართული კულტურის ძეგლი. მოდი, რამე მუზეუმში. ხამე მუზეუმში ფართო მასშტაბიანი პროექტია, რომელიც საქართველოში პირველად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა. დამთვალიერებელს 21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი ხამე უმასპინძლებს. იდეა იმისა, რომ ასეთი დღე დაარსებული იყო, სწორედაც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მუზეუმებში აუდიენციის, ანუ საზოგადოების და დამთვალიერებლის მოზიდვა წარმოადგენდა. იქნება ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი ღონისძიებები. ეს იქნება თეატრალიზებული სპექტაკლები, იქნება მუსიკალური კომპოზიციები, კონცერტები, იქნება გაცოცხლებული ექსპონატები. საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა საქართველოს მუზეუმებში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.